მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილდით ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგრძნობთ, მე ვარ კატო. და დღეს კვირა დღეა და მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. კვირის ენერგიები, ხო? შემდეგი კვირის ენერგიები როგორი იქნება თქვენთვის პირაცა და ფინანსებში. ვარიანტი იყოს ორი. პირველი ვარიანტი ყვითელი სანთელი, მეორე ვარიანტი ლურჯი სანთელი. და ვნახოთ. ზოგადი ენერგიები რა იქნება თქვენთვის პირად ურთიერთობებში და ფინანსებში. იმედია ჩაიფიქრეთ, აირჩიეთ უბრალოდ და ვნახოთ. პირველი ვარიანტი როგორ იქნება თქვენთვის პირადი ურთიერთობები და როგორ იქნება ფინანსური კუთხით. პირადთან მიმართებაში საკმაოდ აქტიური კვირა გელოდებათ, ენერგიული კვირა გელოდებათ, განახლება ურთიერთობებში, ანუ განახლება არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ წარსულიდან შესაძლებელი ვიღაცისთვის წარსულიდან დაბრუნებაც იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც არსებულ ურთიერთობაში რაღაც ახალი იმპულსები შემოგაქვთ, ხო, ახალი ენერგიები შემოგაქვთ. ახლებურად უყურებთ თქვენი მიზნებისკენ, თქვენი ოცნებებისკენ სვლა. ანუ პირველი ვარიანტისთვის პირადი ურთიერთობები იქნება უფრო ესეთი ცეცხლოვან ენერგიებში და განახლებულ ემოციებში, ესე ვიტყოდი, ხო? სადაც შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დაიწყება თქვენთვის რაღაცა პერიოდი პირადი ურთიერთობის, აქ გოგონებს შესაძლებელია იყოს ის მომენტიც, რომ განახლებაც მოხდეს ურთიერთობის როგორც წასული პარტნიორის დაბრუნებას, ასევე ის მდგომარეობა, როდესაც არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური და რაღაცა ესეთ ენერგიებში გადადის, ხო? თუ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ ურთიერთობა მიმდინარეობს რაღაცა ესეთი გაცნობის და ჯერ არ ხართ ბოლომდე ჩამოყალიბებული, რა საით მიდის თქვენი ურთიერთობა, აი უკვე შემდეგ კვირას ბევრისთვის ეს გახდება სიახლე, რომ თურმე ეს ურთიერთობა პირადი ენერგიები რაღაცა აქტიურობას გვთავაზობს, ხო? თუ არავინ არ არის, თქვათ, ხო, არის ესეთი ადამიანები, რომ არც წარსულს ელოდება და არც წარსულთან უნდა აღდგენა და არც, თქვათ, არსებულ ურთიერთობაში არ არის ჯერ, თქვენთან შემოვა ადამიანი კონკრეტული, რომელიც რაღაცა ის ეიფორიას მოგცემთ, ხო, რაღაცა განახლებას, აი მოგცემთ იმ მუხტს, რომელსაც პირადი ურთიერთობა ქვია. კარგით, ნახოთ ახლა ფინანსები როგორ იქნება. აი ფინანსებთან მიმართებაში შემდეგი კვირა ცოტა სიმძიმით არის, ცოტა რთული არის, ბევრი პასუხისმგებლობა გელოდებათ, ესე ვთქვათ, პირველ ვარიანტს, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ რაციონალურად დახარჯავთ თქვენს ბიუჯეტს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი პასუხისმგებლობა გექნებათ აღებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ ამ თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ემოციებმა მოგცეს ისეთი მუხტი, რომ შევიძინოთ არასასურველი, არასაჭირო ნივთი და შემდეგ მივხვდეთ, რომ აი ეს არასასურველი, ანუ არასაჭირო ნივთი უფრო შეიძლება მოგვინდეს, მაგრამ არ იყოს საჭიროება, ხო, ამ ნივთის არსებობის ამ ეტაპზე. შესაბამისად, შესაძლებელია გამოიწვიოს თქვენი ფინანსური რესურსის დაკარგვა, გაჩერება, აქედან გამომდინარე, ეცადოთ უნდა რომ გაუფრთხილდეთ იმისთვის, რომ არ გეტკინოთ მერე გული, არ დაგწეთ გული, არ ინერვიულოთ იმაზე, რომ რაში მჭირდება და რაღაც არ გავუფრთხილდეთ, ასე რომ პირველი ვარიანტი ფინანსებში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგად გაანალიზოთ თითოეული შენაძენი იქნება თუ რაღაცა ვალდებულება, რომელსაც აიღებთ, ხო, თუ რაღაცა კრედიტის აღებას აპირებთ, მაინც ეცადეთ, რომ შემდეგ კვირაში არ აიღოთ, თუნდაც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გადახდის უნარიანობა ისეთი ვერ იყოს და შემდეგ უკვე სანანებელი გახდეს, ხო, რომ აი რატო ვიჩქარე და დავლოდებოდი რაღაცა სიტუაციას.
ამიტომ აი ესეთი მომენტია. მოკლედ, პირველ ვარიანტს პირადი აქტიური აქვს, ხოლო ფინანსებში ცოტა სჭირდება რაღაცა დასტაბილურება. ეს გამოვიდა ეს ვარიანტი და მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. ნახოთ. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, ნახოთ. თქვენი პირადი როგორ იქნება და ფინანსები. პირადი ენერგიებში რაღაცა განახლება იწყება, რაღაცა სიახლე შემოდის თქვენთანაც. შესაძლებელია მოგიწიოთ რაღაც ესე ვთქვათ დაგეგმვა ერთად სადმე წასვლის, სადმე მოგზაურობის, ესეც შესაძლებელია. პირადში აი ის მომენტები, რაც ეხლა გაქვთ თქვენ საკუთარ თავთან თუ კონკრეტულ ადამიანთან, რაცა გაურკვევლობები, ასე ვთქვათ, ახლა ჩხუბი ნამდვილად არა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი, როდესაც არ ვიცით რაღაცა კითხვებს ვსვავთ და პასუხებს ვერ ვიღებთ, ხო? რაღაც ეს მომენტი დაიძლება. აქ ერთი მომენტი არის კიდე ის, რომ აი აქ მეორე ვარიანტში პირადთან დაკავშირებით შიშები, ძალიან ბევრი შიში არის ურთიერთობაში. ნუ არ ვიცი ხარ რა კონკრეტულად რა ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ აი ეს შიშები, რომელიც გაგაჩნიათ, ხო, ეს შიშები რაღაცა დაიძლება, ხო? აქამდე თუ თქვათ გეშინოდათ, რომ ადამიანს დაკარგავდით ან უბრალოდ რაღაცა არ ვიცი ხო ურთიერთობაში შიში რატო უნდა გქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველამ კარგად ახლა საჯაროა გაშლა და ყველას თავისი შიშები აქვს, ხო, ყველას თავისი ურთიერთობა აქვს და მიხვდება რას გულისხმობ, ეს მომენტები დაიძლება, ხო, რაღაცა გადალახავთ ბარიერს, შეიძლება იცით რა მომენტი არის შიში, თქვათ, უნდა გაგეცნოთ ოჯახი ან რაღაცა, თქვათ თუ გაშორებულია თქვათ მისი შვილი ან რაღაცა მსგავსი ან ძმაკაცები ან საანათესაო, ხო, და გქონდათ აი ეს შიში დაძლეული იქნება, გექნებათ ძალიან ცივი აქტიურად გადაადგილება. ერთადერთი რა მომენტია ცი პირად ურთიერთობაში, აი თითქოს აქ ბოლომდე თქვენ თვითონაც არ ხართ ჩამოყალიბებული საერთოდ ამ ადამიანთან ურთიერთობის მდგომარეობაზე, ხო? თან გეშინიათ ამ ადამიანის დაკარგვის, შეიძლება ითქვას, მაგრამ თან თითქოს ბოლომდე არც გინდათ რომ რაღაცა ძალიან ნაჩქარევად არ გამოვიდეს სიტუაცია, ხო? აი რაღაცა ცოტა გაურკვევლობების მომენტი იქნება, მაგრამ ეს გაურკვევლობები მე ესე ვიტყოდი, რომ დაძლევადია და დაიძლევა. ცოტა ქაოსური პერიოდი გექნებათ. აი ხა პირველ ვარიანტთან განსხვავებით, მეორე ვარიანტი ცოტა უფრო რთული მომენტების გადაღმის შეიძლება საუბარით შედგეს, ხო, თქვენ შორის რაღაცა პასუხისმგებლობებზე, რაღაცა ურთიერთობის ნუ აქ შესაძლებელია ხა ვიღაცებისთვის რაღაც მომენტში თქვათ პაუზაზე გასვლის მდგომარეობაც იყოს, არ ვიცი, რატომ რაღაც მოვიდა ეს სიტუაცია, თითქოს აი ადამიანი, როდესაც აცნობიერებს, რომ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული თავის გრძნობებში, თავის სურვილებში და ნახეთ აი საკუთარ თავთან და მასთანაც რაღაც პატარა ბრძოლების მომენტი და შეიძლება აი თან ეშინია რომ საბოლოოდ არ დაკარგოს, მაგრამ მაინც ნაბიჯს გადადგავს იქეთ, რომ მოდი აბა ცოტა ხანი გაანალიზებისკენ გადავიდეთ, ხო, აი ცალ-ცალკე გავაანალიზოთ და გავიაზროთ რამდენად გვიღირს ან გვინდა ეს ურთიერთობა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. მეორე ვარიანტის ფინანსური კუთხით საკმაოდ ესეთი დალაგებული და დასტაბილურებული პერიოდი გექნებათ, აქტიური პერიოდი, შესაძლებელია ვიღაცამ ახალი სამსახურის შემოთავაზებაც მიიღოს, ანუ ის მომენტები და ის პრობლემები, რომელიც
თქვენ აქამდე გქონდათ ფინანსური კუთხით დაძლეული იქნება და ფინანსური რესურსები თქვენთან უკვე ცოტა ისე ვთქვათ, მარტივად შემოდის თქო ვერა, მაგრამ საკმაოდ ისეთი აქტიური ფაზით შემოდის თქო, რაღაცა შეიძლება ახალ პროექტებში მიიღოთ მონაწილეობა, ახალი სამსახური დაიწყოთ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს მივლინების მომენტი იყოს, რომელიც მერე მოიტანს რაღაცა მისთვის ფინანსურ კეთილდღეობას, ყოველ შემთხვევაში ფინანსური კუთხით მეორე ვარიანტს საკმაოდ ისეთი სასიამოვნო პერიოდი ელოდებათ და მთავარია აქ რეალიზაცია მოახდინოთ. ნახეთ, პირადთან მიმართებაში არ არის ხომ ესეთი შემთხვევა, როდესაც პირადში რაღაცა პატარა პრობლემებია, მერე ფინანსებში გადაგვაქვს, იმიტომ რომ ვეღარ ვახერხებთ მობილიზირებას სამუშაოზე, რაღაცა კონცენტრაციას, ხო, რაღაც რო გავაკეთოთ და აქედან გამომდინარე, მერე იწყება უკვე პრობლემები ხომ ფინანსურად. თუმცა აქ როგორც ჩანს, გადაივლის პირიქით, მე მგონი აქ უფრო ფინანსური სტაბილურობისკენ გადადის მეორე ვარიანტი, ან პირადის მდგომარეობას, თქვათ, თუ რაღაც პაუზის მომენტის აღება იქნება, მაქსიმალურად გადაერთვა ფინანსურ რესურსზე იმისთვის, რომ შეიძლება ბევრი რომ არ იფიქროს ამ რაღაცა თავის პირადულ ურთიერთობებთან მიმართებაში, რომ ფინანსები ბევრად უფრო უკეთესი იქნება მეორე ვარიანტისთვის. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. მე ბედნიერ კვირას გისურვებთ, წარმატებებს თითოეულ თქვენთაგანს. სასიამოვნოდ გაატაროთ, იმუშაოთ, მიიღოთ თქვენი მატერიალური რესურსი და საღამო პირად სასიამოვნო შეხვედრებში და ურთიერთობაში გაგეტარებინოთ. ბედნიერად.